კახკალაძის სახელი პირველად არ გაჟღერდა ამ ეთერშიც ეს ცალსახად მეანიშნებს იმაზე რომ ჩვენ საქმე გვაქვს პოლიტიკურ კამპანიასთან ქართული ოცნების ერთ-ერთ ყველაზე თვალსაჩინო ლიდერის მიმართ კახკალაძის მიმართ ეს არის კამპანია ეს კამპანია დღეს არ დაწყებულა მეთოდები არის ძალიან საჯარო პოლიტიკა ზოგადად თმენის ვალდებულებას მოიცავს საჯარო პოლიტიკა მით უმეტეს ისეთი ტურბულენტური ვითარება რომელიც წინა საარჩევნოა ყოველთვის შავი პიარის რაღაცა დოზას მოიცავს ეს ჩვეულებრივი ამბავი ამას ყველგან შეჩვეულებებს მაგრამ არსებობს რაღაცა ზღვარი კეთილის და ბოროტის მიღმა აი რაღაცის მიღმა გასვლა რასაც ახლა კახის მიმართ აქ ადგილი ჩემი აზრით ეს უკვე ესეთი აღარც მოგება აღარ უნდა გინდოდეს აღარც დისკა ეს არის ისეთი რაღაცა რაც უბრალოდ შიგნიდან ადამიანს უნდა გაძრწუნდეს ბატონლაშა რატომ იცავთ ასე კახკალაძეს თქვენი მე კახკალაძეს არ ვიცავ მე არ ვიცავ კახკალაძეს რა ჭირს ჩემი დასაცავ როგორ გეკადრებათ აქ ორი მომენტი იყო რა კაც ძმა მოწაცეს და მოუკლეს თუკი ვინმეს რამე აი აუდიტორიას მიმართავ მოგმართავ თქვენ ცხოვრებაში რაიმე დანაკარგი თუ გქონიათ ადამიანური ნათესავის მშობლის შვილის აი არ ვიცი ღმერთმა ყველას თქვენი დილა პირველი თვალს რო გაახელთ სანამ არ ვიცი პირჯვარს გადაიწერთ თუ არ გადაიწერთ პირველი რა სახება რა ხატება მოდის თქვენთან ეს დანაკარგი ხო ესე არ არის? ასეა. ამ და კახკალაძე რახან წარმატებული ფეხბურთელია, შეძლებული კაცია, თავისი შრომით მოპოვებული და რახან პოლიტიკური ლიდერია, ადამიანი აღარ არის? თუ ის ლახვა, თუ ის იარა, თუ ის ჭრილობა მის გულში არ არის, როდესაც გადაათხრევინეს ნახევარი საქართველო ფულს ახდევინებდა, რომ ცოცხალი თუ არა ყდარი მაინც ეპოვა ძმა. თუ ეს ამან ჩაიხრიგინა, თუ ეს გაიარათ, ესე როგორ არის ხალხო? რა ღირს ეს გამარჯვება და რა ღირს ეს ყველაფერი? ეს ღირს ეს არის ეს არის ჩვენი საქართველო. ან რას ნიშნავს კახკალაძის ნახევარ ცოლის ნახევარ ძმა? ვინ გაყო ძმება ნახევრებად? რომელ ქვისხანაში წავედით ხალხო? მოდით რა ცოტა მიმოვიხედოთ, გავწიოთ პოლიტიკა, ადამიანებად რა არის ეს? რას ნიშნავს ნახევარ ძმა? ბატონლაშა, თქვენ ელოდებით რომ პოლიტიკური ოპონენტებისგან რომ ისინი ადამიანურ პირად ტრაგედიას გაითვალისწინებენ და ამ შემთხვევაში თუ კი ექნებათ რაიმე ბრალდებები პოლიტიკური ოპონენტის წინააღმდეგ ამ ყველაფერს არ გამოიყენებენ? არა, მე ისინი რომ ყველაფერს გამოიყენებენ ეს ჩემ ვინაიდან თქვენ მე მომიწვიეთ იმასთან დაკავშირებით რომ თქვენ წაგიკითხავთ მათ შორის ჩემი სტატუსი ის ჩემი Facebook სტატუსი ასეც ვთავრდება რა ეშველებათ იმათ რომელსაც ზომბება დარჩევიანაფერ არ ეშველებათ ისინი უშველებენ მე საზოგადოებას მიმართ მათ როგორ შეიძლება მიმართ აი ხა აქ იყო ოპონენტი ხო და საუბრობდა ძალიან ესეთი მაღალ რეგისტრში რომ ჩამოიშალა სახელმწიფო ვერტიკალი სამართალდაცვის სისტემა და რომ ნუგზარ ციკლაური არის გაკაწრული ნუგზარ ციკლაურის პატრონი მე მოკლული ვალერი გელაშვილის პატრონს მელაპარაკება აი აწყობილი სისტემა. დღეს იყო ვალერი გელაშვილის სასამართლო პროცესი. და ოპონენტი პოლიტიკური მე ძალიან მიჭირს პოლიტიკური ორგანიზაცია დავარქვა კრიმინალურ სინდიკატ ნაციონალურ მოძრაობას, მაგრამ რახან ესე არის ფორმალიზებული, მოდი ჯერჯერობით ესე იყოს. ვალერი გელაშვილი კოდუამ და მერაბიშვილმა წაიყვანეს და მოკლეს. ის გადარჩა, იმიტომ რომ ძლიერი ფიზიკური დღეს არის მისი გატაცების და პრაქტიკულად ყოველდღიური სასამართლო ვალერი გელაშვილი და ნუგზარ ციკლაური განისვენებს სადმე დიდუბის პანთეონში ნუგზარ ციკლაურის გაკაწრაზე მოტირალი მელაპარაკება კოდუას პატრონი პრეტენზიას მიყენებს რამხელა სპიჩი დაარტყა ვერ პოლიტიკური კანიბალები ვეგეტარიანიზმის პროპაგანდას ეწევიან პირდაპირ ეთერით ესეთი რამე ცხოვრებაში როგორ მუშაობდა პოლიტიკური ვერტიკალი ახლა მოგიყვებით მე თქვენ აი ეს მყარი სამართალდამცავი სისტემა თურმე პოლიციელები ყველგან აშავენ მაგრამ სისტემის მდგრადობასო მასზე რეაქცია განაპირობებს ხო ბძანა ახლა გირგულიანის პატრონმა გირგულიანის საქმის პატრონი პოლიტიკური ორგანიზაცია მეუბნება მე კაც რომელმაც გამოიძია გირგულიანის საქმე ხელმეორედ მეხუთე კაცი დაადგი ერთი წუთით ეგრე არ გამოვა რა გირგულიანზე რეაგირება როგორ იყო
სამი სტრელოჩნიკი მეისრე დაიჭირეს თუ 4 ისინი გაასამართლეს წაიყვანეს ერთი ძმა ხალაიასგან ერთი ბატონლაშა გვახსოვს ჩვენ გამოუძიებელ საქმეებზე რომელია გამოუძიებელი ერთი მითხარით გამოუძიებელი ჯერ ესენი დავამთავრეთ ეს აუცილებლად ვისაც კი ამბობდა ნადა სიპაც სოლინა რანი чтоб лучше помнить пусть они болят რამდენი ესენი ხპირს გააღებენ რომელიღაცა ვერტიკალის არ მუშაობაზე იმ ვერტიკალის ველაპარაკ ეს არის პოლიტიკური დამნაშავე პოლიტიკური ორგანიზაცია რომელმაც გირგულიანი ჯერ აწამა მერე სვანური გარჩევა დააბრალა მას მერე ხელი დააფარა ამ კვლელობის ორგანიზატორებს დათა ახალაიას და ვანო მერაბიშვილს მერე ეს ხალხი თანამდებობიდან ფიქციურად გადააყენა და ბრალდებული ხალხი ისე რა ბრალდებული ხალხი გაასამართლა ამის მერე წაიყვანა და სათბურო პირობები მოუწყო მეორე ახალაია ბაჩოსთან ციხეში სადაც ქალები პურმარილები და ამბები ეს გამოძიებით დადასტურებით დადგენილი ამბებია ეს არის პოლიტიკური ორგანიზაცია რომლის სპეციალური დანიშნულების ბატალიონი საკუთარ ხალხს საარჩევნო პერიოდში უწყობდა ტერორისტულ აქტს მე ყორცხელზე მელაპარაკება ესეთი შეწუხებული სახით ნაციონალური მოძრაობა მე ხურჩის ინციდენტი მინდა გაგახსენოთ როდესაც ნაღმთ ხორცნებით საკუთარ მოქალაქეებს მოუწყეს ტერორისტული აქტი იმისთვის რომ ამიტომ ბატონლაშა მოდი ჩვენ თქვენ ასე ემოციით უდგებოდით ხოლმე ყველა საქმეს რომელიც იყო თქვენს მიერ აბსოლუტურად ყველაფერს უდგებოდი ამ ადამიანური ემოციით ოღონდ ამ ადამიანურ ემოციას ზღუდავდა კანონი და ამიტომ ვიბრუნებდი უკან კანონის ფარგლებში კანონი ზღუდავს ემოციას თუ ემოცია ყველა არავისთვის არ წაურთმევიათ უფლება დარჩეს ადამიანად ყველანი ჯერ ვართ ადამიანები მე ვართ პროკურორები წამყვანები ჟურნალისტები თუ პოლიტიკოსები ადამიანური რეაქცია და ჩემი ადამიანური რეაქცია რჩებოდა შიგნით მაგრამ ამ ადამიანური რეაქციას ზღუდავდა ის კანონი რომლის და ის უფლებამოსილება რომლის კანონით იყო დადგენილი მე მინდა შეგახსენოთ რომ მოდი თუ ჯანსაღი დისკუსიაზეა ლაპარაკი გავიყვანოთ ნაციონალური მოძრაობა ამ ჯანსაღი დისკუსიის მიღმა და ვილაპარაკოთ ყველაფერი იმაზე რაც საქართველოში ხდება კრიმინალის ვილაპარაკოთ აუცილებლად ოღონდ ვილაპარაკოთ ჩვენ და არა მათ რომლებმაც მოახდინეს მონოპოლიზება მათ შორის კრიმინალის და ვინ მართავდა კრიმინალს იქნებ 2010 წლის უკრაინის პრეზიდენტის არჩევნების დროს ვასილიჩისა და უკრაინაში პორტირებული ქართველი ქურდების ლაპარაკები გაგვეხსენებინა კონსტანტინ აი ეს